las Fuerzas Armadas de España lo que dicen es que podemos. ესპანეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჩვენ შეგვიძლია მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2.1%-ის გამოყოფა თავდაცვისთვის. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენს დავხარჯავთ, არამედ იმაზე, თუ რამდენი შეგვიძლია. ალიანსი ეფუძნება იმ შესაძლებლობებს, რაც თითოეულ ქვეყანას გააჩნია საერთო გამოწვევების წინაშე. ეს ჯანსაღი აზრია. თუ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც სურთ დახარჯონ 5, 6, 7% ან მეტი, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ, რადგან პატივსცემ მათ სუვერენულ უფლებას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები ვერ განახლდება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ჯერ მხოლოდ 2.1%-ს ვპროგნოზირებთ. ესპანეთი არასდროს ქმნის პრობლემას, ჩვენ მუდამ გადაწყვეტის მომხრენი ვართ, მაგრამ დავიცავთ ჩვენს შეხედულებებს. გვჯერა, რომ მას უმრავლესობა იზიარებს. ამ გეგმის მიხედვით ესპანეთს მოუწევს 300 მილიარდი ევროს მობილიზება. საიდან? გადასახადების გადამხდელებისგან, განათლებას მოვაკლოთ, ჯანდაცვას თუ პენსიებს. Wir haben auf diesem wohl historischen Gipfel ამ ისტორიულ სამიტზე მოკავშირეები შევთანხმდით, რომ მომდევნო წლებისთვის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გავზრდით. დავადასტურეთ, რომ ერთმანეთის გვერდში ვიდგებით, თუ ერთ-ერთ ჩვენგანს თავს დაესხმებიან. ეს კი ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეების მიმართ მკაფიო სიგნალია. ეს ერთობის სიგნალია. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გზა, რომელიც ავირჩიეთ, სწორი გზაა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არასაკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ნატოს თავს დაესხას, მაგრამ არ ვიცით გამოცდის თუ არა ის ჩვენს თავდაცვით მზაობას ერთ დღესაც. ჩვენ ერთობლივად დავხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს თავდაცვაზე. ეს იქნება ეფექტური შეკავება. 1.5% კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის განსაზღვრეთ. Canada is helping to ensure that the alliance კანადამ უკვე დაიწყო მუშაობა 2035 წლისთვის მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ის თავდაცვისთვის გამოყოფაზე. ჩვენ გეგმავთ შეიარაღებულ ძალებზე მეტი ინვესტიციების გაღებას, ჩვენი სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზებას, რათა გავაძლიეროთ ჩვენივე თავდაცვითი ინდუსტრია, რასაც მივაღწიეთ იმის დასტურია, რომ ერთიანები ვართ და ამერიკის შეერთებული შტატებიც მოკავშირეების გვერდში დგას. ეს ყველაფერი შეამცირებს საფრთხეებს მომდევნო 10 წლისთვის. forces to modern